ის, რასაც ახლა ნახავთ და მოისმენთ, არის კოშმარი. არ დახუჭოთ თვალები, არ გამორთოთ ტელევიზორი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რეალური ამბავია. აქ, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გვერდით რომ ხდება. 4 წლიდან სენაკის ბავშვთა სახლში იზრდებოდა. იხსენებს ქრონიკულ შიმშილს. ისიც თითქმის ყოველთვე საავადმყოფოში გადაყავდათ. ასე გვერჩივნა, იმიტომ რომ იქ თავს უფრო დაცულად გრძნობდით. არავინ ძალადობდა. ბავშვთა სახლში დაბრუნების შემდეგ ბოზის გაკეთებულს ეძახდნენ და ეს იქ ჩვეულებრივი ამბავი იყო. სენაკის ბავშვთა სახლიდან ხარ. უმძიმესი მოგონებები გაქვს. ყველაზე მეტად შემძრა იცი რა ფაქტმა, რომ როცა ბავშვი იღუპებოდა და იქ ბავშვები ხშირად იღუპებოდნენ, დასაფლავების შემდეგ საფლავიდან იღებდნენ კუბოს, იმისთვის რომ შემდეგი ბავშვი დაეკრძალათ. ეს მართალია. მომიყევი რა. 4 წლის ვიყავი, როცა სენაკში მიმიყვანეს. ჩემ დროს იყო ისეთი ბენეფიციარები, რომელიც აი 40, 70, 80 წლის მოსთან ვიყავი მე პატარა. ეს იყო სახლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ყოველთვის ავიწყდებათ ყოველი რეპორტაჟებს რო აკეთებენ, უნდა გავნიშნოთ. შეზღუდული სულ სხვა და სკოლა-ინტერნატების სულ სხვა არის და უკეთესი იყო სკოლა-ინტერნატში მოხვედრი ვიყავი. ვიდრე უფრო ნასწავლები იქნებოდი რა, მაგრამ არ მოხდი შეზღუდული. რატო მოხდი შეზღუდული შესაძლებლობები? და მე დავიბადე მოსკოვში. ხო. ჩემმა მშობლებმა მოსკოვში გააყალბეს ესა რა ქვია საფუთები და დამეწერეს დიაგნოზი ღრმა ჩამორჩენა და ცერებრალური დამბლა. რატო? ბებია და ბაბუამ დედაჩემი გააგდეს სახლიდან. მერე წავიდა მოსკოვში. იქ აიძულა მამაჩემმა დაეტოვებინა, დამტოვა იქ მოსკოვის სამშობიაროში 1 წელი და 9 თვე ვიყავი იქ, მერე გადმომაგზავნეს ნუცუბიცის ბავშვთა სახლში. და ამ საბუთის გაკეთება რატო იყო საჭირო? რომ მოხვედრილიყავი სპეციალიზირებული. იმიტომ რომ მაშინ სკოლა-ინტერნატები ჩემ დროს არ იყო. ეს ახლა ხან შეიქმნა რამე 20 წელია, მე ჩემ დროს არ იყო. ხო და მოხდი იქ, სულ ცუდად ხდებოდი. სულ ღებინებები მქონდა და შიმშილის პრობლემა იყო, იყავით შიმშილის ზღვას. კი, იყო. ეს რა ბავშვებს ქცევდნენ. გვეძახოდნენ, პირველად გავიგეთ ეს სიტყვა. თქვენს ბოს დედას არ უნდა ხარო, ნაბურშელები ხართ. ამას გეუბნებოდნენ, ამას ყველა ბენეფიციარს ეუბნებოდნენ, ყველა შეგიძლია, ყველა დაგიდასტურებს ამას. მერე მახსოვს კიდე ობიან პულს ჭამდი და ამაზე რო ვთქვი, ერთ-ერთი იტალიელი იყო ჩამოსული და მაგისთან დასწრებით კიბეზე ხელი მომამპრევინა. როგორ მომამპრევინა? აი ასე მომკიდა ხაი და რაო ხალხო საჭმელი არ აქვს შენ ამასთან როგორ უნდა მეჭამა ობიანი პური. ყოველთვის სამამტყოფოში ვიწეხი და მიხარობდა რომ სამამტყოფოში ვიწექი 1 3 თვე 2 თვე 1 კვირა, იმიტომ რომ მე იქ ოჯახის ბენეფიციარებთან რომ ვიწექი საჭმელებს ჭამდი ნაირ-ნაირ საჭმელს, აქეთ არ მინდოდა მოსვლა. მართალია რომ ხშირად იყავი ნაცემი? კი. მე რომ მომხვდა ის არავის არ მოხვედრია. მომიყევი. სედნენ აი პოლიჯოხით აი კრაუტის ხვევით შევდიოდი და იქ პოლიჯოხით იმას რა ქვია მამტროვინ ასე მაშინ ჩვენ მარტო კი ჩვენ ბენეფიციარებსაც ყველას ამას აკეთებდა ძიძეები ამგზდელები. ვეუნებოდი სახში როგორ მიდიხარ, შენ შულს როგორ ეფერები. იყო ისეთი ბენეფიციარი რომელიც 24 საათი იფსამდნენ, პირდაპირ ჩართული ქონდა ის იყო რა ქვია და 20 სანამ მე არ ავტეხავდი ერთ ამბავს რაღაცა ის ბენეფიციარი დილამდე იმ საწოლში იყო ესა სველი მეორე ფეკალური იმით და სულ დილამდე იწვა. ეს რა არის ერთ-ერთი ბენეფიციარი გარშოკში. ლოგინში არ ჩაიფსასო და გარშოკში დაждომი დილით დრო დააჯენდნენ. ხო, დილამდე ეს ბენეფიციარი იჯდა და მე ვდგებოდი და მე ვაყენებდი. ძალადობდნენ შშმ ბავშვებზე? კი. ერთი ქალი იყო, ის ხო საერთოდ სადისტი იყო. ბავშვებს იცი რევს უშვებოდა, პოლიჯოხით ცემდა. რებს ეუნებოდა, მაგრამ ის საწყალი ვერაფერს ვერ ამობდა. აი ხა მე შემეძლოა. ხო. რამე მეთქვა. დაჟე ის გარა ერთი რაღაცას მივაგენი მე, რომ ცემდნენ, ხო? ჩვენთან იყო დაწესებულება 2 სართულიანი.
ხო და მეორე სართულზე გადავდიოდი გარეთ და იქ მოსახლეობა ახლოს იყო და მკივოდი, კლავენ და მერე იძახოდნენ. ოღონდ ჩამოდი არ გცემ, ოღონდ ჩამოდი. რომ მოდიოდნენ საჩუქრები რომ მოქონდათ, მოდიოდნენ ხალხი რომ მოქონდათ, ამებს წაართმევდნენ ამ ბავშვებს და სახში მიქონდა და თავის შვილებს აძლევდნენ. და ამე ვეუბნებოდი, როგორ მიგაქვს ღმერთის არ გეშინია? მე ამას არავინ არ აკონტროლებდა. არავინ. აღარავინ არ კითხულობდა როგორ არიან ბავშვები. ეს ყველაფერი მე მაქვს დამტკიცებული, მონიტორინგის მასალებში ასახული, ძალიან ბევრი ვერ გადავარჩინე, იმიტომ რომ პატარა ვიყავი და ძალიან ბევრი გარდაიცვალა დაუდევრო. მარტო სენაკში არა. დუშეთში, მარტყოფში, ჩილბავშთა სახლში. რატო იყო ასეთი მაღალი სიკვდილიანობა? იმიტომ რომ განუკითხაობა იყო. იყო ექთანი, ექიმი და არც სასწრაფო გამოუძახეს, არც არაფერი, ჩაწერეს ეს ყველაფერი. ვითომ ჩაუტარდათ ეს თუ და ბავშვს არაფერი არ ჩაუტარეს. არ მკურნავდა. არა, აბსოლუტურად. სრული პასუხისმგებლობით ლაპარაკობ ამას. არავინ არ აკონტროლებდა, რომ ამდენი ბავშვი მერე გარდაცვლილი რო იყო. იყო სასვენია სავსე იყო. მე ვამბობ აი შევარდნაძეს დროინდელ პერიოდს. სასვენია იყო სავსე. რა არის სასვენია? რაღაცა ოთახი იყო. მე იქ მაცივარს ეძახოდნენ და იქ ყრიდნენ ამ ბავშვებს. ანუ მორგივით იყო რა. მორგივით იყო. ერთ ოთახში იყო ერთი 30 ბავშვი ვიწეკი და მე ყოველთვის ვირჩევდი ერთ კუთხეს. რომ აი ვიღაცა არ მოსულიყო და რამე არ გაეკეთებინა. დილით რო კვდებოდი უკვე ერთი ბავშვი მკვდარი იყო. იმიტომ რომ საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი დაწესებულება იყო სენაკში. 450 ბავშვი იყო მარტო ქვედა სართულში, ყველა უმძიმესი ბავშვები. არავინ არ კითხულობდა ამ ბავშვებს. სექსუალური ძალადობაც ხდებოდა სენაკის ბავშვთა სახლში, მათ შორის შშმ პირებზე. ეს მართალია? კი, ერთ-ერთი იყო, ბავშვს ჩაუყარეს წამალში. მე ვიცი ვინ არის ის კაცი, მე გავიგე წლების შემდეგ ვინ არის. თანამშრომელი მისი და ჩვენთან მუშაობდა. და მისი შვილი იყო. დაუყარა და იმ ბავშვზე იძალა და მაგან. დააძინეს ბავშვი? კი, ჩაუყარა. საიდან გაიგეთ? ეს ბავშვი ახლა ბათუმშია და თავის შვილს ზდის. გასაგები. მაგრამ მინდა დაუბრუნდე ისე დღევანდელ თემას. იქიდან გამაგდეს პირდაპირ ქუჩაში. ხო. და რატო გამაგდეს გეტყვი. ბავშვი გარდაიცვალა დაუდევრობით. ბავშვი მოიყვანეს, ორი ბავშვი მოიყვანეს მინდობით აღზაზე უმძიმესი ბავშვები. ხო. მინდა საზოგადოებამ გუწფელად გაიგოს და ეს ნამდვილი ამბავია. ხო. მე მოვიტანე მონიტორინგის მასალები სპეციალურად თქვენთვის, რომ იქ დეტალურად წერია ყველაფერი, არ გინდა თუნდაც ჩემი არ დაიჯეროს, დაადასტურა იქაურმა ექიმებმა, თანამშრომლებმა, ძღოლმა, რომელიც ბავშვი იყო, მთლიანად თმიანი იყო და გაუჩნდა ტილი. ბავშვი გაპარსეს ბრიტვით. ხო. მერე მას წავსვეს ასეთი ეს არის რა ქვია წამალი ბენზოანი რომელიც როგორ შეიძლება ხა გაპარშვის შემდეგ რო ეს რა ქვია წაისვა საშინელი ტილის საწინააღმდეგო წამალი ბავშვი იყო მთლიანად დამწვარი მე ამაზე ავტეხე ერთი ამბავი შენ რამდენი წლის იყავი მე მაშინ ვიქნებოდი ასე 21-22 წლის უცებ დაუკავშირდი ანა არგანაშვილს. ხო. მაშინ მონიტორინგის სამსახურის იმაში იყო. აი სამოწმებდა მას. ჩამოვიდნენ. შეამოწმეს ყველაფერი. ხო. ჩემი რაც მე ახლა თქვენს გეუბნებით, ეს ყველაფერი მე დავადასტურე. ხო. ანა არგანაშვილმა მიმართა პროკურატურას. გარდაიცვალა ბავშვი. ეს ბავშვი გარდაიცვალა, სანამ მივალ პროკურატურამდე, ეს ბავშვი სამამტყოფოში არ წაიყვანეს და რატო არ წაიყვანეს? ამასო ვერ წავიყვანთო ჩვენ სამამტყოფოშიო. მათ შორის გააკეთა ეს ისეთმა ქალმა ექიმმა ქალმა. რატომ არ დაისაჯა არავინ? ეს ადამიანები კიდევ იქ მუშაობდნენ და კიდევ იქ აგრძელებდნენ, სანამ მე თვითონ არ დაუპერისპირდი დირექტორს, ეს ძალიან ძვირად დამიჯდა მე, ძალიან ძვირად. რას გულისხმობ? მივმართე გენინსპექციას. მივმართე ესაკი ამ ბავშვების უფლებების ვინც არის ახლა სამინისტროში. ყველა მოარი მომიხია და რატო მომიხია? აი ამ ფაქტებს წინ უდევდი და უარს გეუბნებოდე? ყველაფერს რას მეუბნებოდენ იცი? შენ ასა გადაცილებული ხარ და უფლება არ გაქვს ამაზე ილაპარაკო. აი ეს კითხვა ყველობაზე საუბრობდი. ეს ბავშვი რო გარდაიცვალა, იქ გარდაიცვალა სენაკში, ბავშვთა სახლში. ეს ბავშვი წაიყვანეს ექსპერტიზაზე. მე მოვითხოვე და ჩართული იყო სახელმწიფო. ეს ბავშვი რო წაიყვანეს სამამტყოფოში, ქუთაისის ბავშვთა იმაში, წავედით მე, ძღოლი და ერთი ბენეფიციარი დავითი ჭეიშვილი დაგიდასტურებს ამას. ბავშვი ჩვენო დაუმარხეთო.
რაც ქვია დამარხეთ, ის ეუნება ჩვენი უფროსი. რაც ქვია დამარხეთ, ჩვენ უნდა წავიყვანოთ. ოღონ ეს არის დირექტორი, რომელიც შეცვალა. შენ ახლა საუბრობ 21 საუკუნის საქართველოზე? კი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. ეს დადასტურებული ფაქტია. პოლიცია რატო არ მივიდა? გეტყვი, პოლიციაც მოვიდა. მერე? პოლიციაც მოვიდა. ნული, იმდენი ბავშვები გარდაიცვალა დღემდე, არც ერთის ექსპერტიზის პასუხები ყველაფერი არსებობს, მაგრამ არც ერთი ეს ადამიანები დაჟდილი არც ერთი არ არის. სასაკლაოზე ყვები. კი. ამოიყვანეს ეს ბავშვი. ხო. არც იმაში, მაგია, კუბოშიც არ იყო, პირდაპირ კარდონში. ჩადებული, წაიღო, მე ვერ წავიღებ მეთქი მეუთხარი. და მე დავითი ჭეიშვილმა, ჩვენი ბენეფიციარმა, იმან წამოიღო, წამოვიყვანეთ ეს ბავშვი. კი, მუყაოს ყუთში და წამოიყვანა დავითი და ერთ-ერთი ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი ამან დაურეკა ერთ-ერთ ჩვენს ექიმს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მათ შორის მე შეტანილი მქონდა საჩივარი პროკურატურა ამოიღეთ ეს ჩანაწერები რომ ჩემი სიმართლე მე დავამტკიცო მეთქი არ გინდა ახლა ამაზე არ ატეხო ერთი ამბავიო მომჩივარე მაინც არავინ არ ყავსო მშობელი მაგას არ ყავსო და დაანებე თავიო ასეთ ადამიანს როგორ უნდა ენდო და ეგეთი ადამიანები დღეს მართავენ სოციალურ სააგენტოს სადისტურ სისტემაზე საუბრობ ახლა შენ მიზეზი რა არის ამის ეს ადამიანები ამ სისტემაში რატომ მუშაობენ კაცი ჭამიები რა უნდა კითხო იმას, ოდესაც მე გამოვდივარ და ვლაპარაკობ სიმართლეს და მწერენ სასწაულებს. ზუსტად ეგეთი ადამიანები მუშაობენ იქ. და ესეთი ადამიანები ღუპავენ. თან მით უმეტეს. შეზღუდული შესაძლებლობებს მქონე ბავშვებს ელაპარაკე. მე ღმერთს გეფიცები. მე იმდენად ჩემი თავი არ მეწოდებოდა, ოდესაც ისინი მეწოდებოდა. 2012-დან დღემდე 4 ბენეფიციარი გარდაიცვალა და რა გავაკეთე მე მაგალითად. როდესაც ბავშვი მოკვდა დუშეთში, არა მარტყოფში, და დუშეთში, მე მივედი და ის იმ ბავშვს ვიცნობდი, მე კარგი ბავშვი იყო, ძალიან მოლაპარაკე, წელის ქვევით იყო, მოლაპარაკე იყო. მივედი ჯანდაცვის გენინსპექციაში, მე და ჩემი ბენეფიციარი. ხო. და ჩავიდევი აქ მიკროფონი, რა ქვია, ტელეფონი. და ვეუბნები. ხო ხედავ რა ხდება? ხო. ჩანაწერებს გიდებ, აგერ, რას ლაპარაკობ თან? ხო, რომ არ ეთქვათ, რომ დაუშვათ ის შეშუმოა და თანამშრომლები ჩავიწერე. ჩავიწერე. ყავდა მე ყველგან ყავს დღესაც. თუ რამე უჭირს მე და მირეკავენ ბენები და მივეცი ეს ყველაფერი. ამაზე თუ რეაგირებას თქვენ არ მოახდენ, ხვალდაზე კიდე გარდაიცვლება მეთქი ბავშვები მეთქი. მოახდინეს რეაგირება. არაფერი აბსოლუტურად. იმის შემდეგ დუშეთში გარდაიცვალა ბავშვი. მაგრამ ისაკე მარტყოფში. და მივედი ხო. დღესაც მოქმედი გენინსპექციის წარმომადგენელია. რა გითხარით მეთქი მეუთხარი. და მეუნება ასეთ რამეს მარტყოფის დირექტორის და მეუნება რა ვქნა ვალერი ვიცი ავიქალია საშინელი ქალია მაგრამ რა ვქნა სასამართლოდან დამირეკეს და მეუნებიან რა ვქნა ასე დამხვდა მე რამდენად შეგიძლია შენი უმძიმესი წარსულიდან გამომდინარე ახლა ბავშვებთან მუშაობა 2012 წელს გამომაგდეს ქუჩაში გამიჭირდა 2 წელი ნამდვილად, იმიტომ რომ პოლიცია დამზდებდა. ხო. პოლიციამ დამიჭირა, კაცშიც ვიჯექი. რატო დაგიჭირა? იმიტომ რომ დაანებეო თავი იმას, დღეს ეს ქალი, რომელიც კრიმინალი, რომელიც სკოლის დირექტორი გახადა ამ მთავრობამ, სკოლის დირექტორი, რომელიც უამრავი ფაქტები მქონდა მაგაზე მე. და ამის გამო, ამ ქალის გამო პოლიცია დამჯდებდა. შეიტანა პოლიციაში და პოლიცია მაგას ამოუდგა მხარი, იმიტომ რომ მაგას გავლენიანი პირები ქონდა, მისი ქმარის პედანიშნების დრაზმის უფროსი იყო. და დამზდებდა მე და წამოვედი თბილისში, კიდე კაი დაემთხვა, ზაფხული დაემთხვა და ქუჩაში მეძინა თავისუფლებაზე, მაგრამ ქუჩიდან მაინც არ მოვეშვი, მაინც ისინი ყველა იქიდან მაინც გავაძევი და ეს ადამიანები, ყველა მთავრობამ აღდგინა და მუშაობენ. ყველა მუშაობს ესენი. ზოგი ბავშვთა სახლში, ზოგი სხვა უწყებებში, სკოლებში. თული არ არის შენთვის ბავშვთა სახლში მუშაობა? არ მინდოდა. მაგრამ რა ვქნა? რატო არ გინდა? სხვა გზა არ დამიტოვა მე სახელმწიფო. მე იქ ეზოს უწესრიგებ ბავშვებს აქვს პატარა ბაღი, ეზოს ხვეტავ. ბავშვების მიმართ როგორი ხარ? ძალიან კარგი. ძალიან კარგი. აი ეს შენი მძიმე წარსული არ მოქმედებს შენს ნერვულ სისტემაზე? მოქმედებს და რამდენჯერ მიფიქრია, აი გურწმელად გეუბნები. ყველაზე კარგი იქნებოდა ერთადერთი ცხოვრებაში, რასაც მიხარია. ხო. რომ ძალიან ბევრი ბავშვის სიცოცხლე გადავარჩინე. ხო. და შეიძლება ამას ზოგი იტყვის ახლა თავს არა.
ძალიან კარგი იქნებოდა დედაჩემს მე რომ მოვეშორებოდი. დამიჯერე. აი დამიჯერე. ჩემი ცხოვრება არაფერი არ არის. აი დააკვირდი ხელებს. მე ჩვილბავშთა სახლის შემდეგ კიდე სხვაგან მუშაობ. იმიტომ რომ მე სახელმწიფომ ყველაფრის უფლება წამართვა. დაბადებიდან დღემდე. სწავლის უფლება. მე არ სკოლა მაქვს დამთავრებული. არაფერი ისიც კი არ იცი რეალურად რომელი წელს ხარ დაბადებული. ისიც არ ვიცი. მიწერია 40 და არ ვიცი რამდენი წელსა ვარ. მოდი მაშინ ვიქონიოთ იმედი რომ იქნებ რომელიმე ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ან სხვა ბავშვთა სახლებიდან გვიყურებენ. აქედან შეიძლება ხმა მივაწვდინოთ რამენაირად. მე თქვენთან რომ მოვდიოდი, ყველა ბავშვთა სახლმა იცოდა. ხო. დაუკავშირდი ყველას და მინდა გითხრა რომ ყველას ძალიან უყვარხარ, გაიხსენეს ის 10 წლის დროინდელი თქვენთან რო ვიყავი და მითხრა ჩიტაიაო, ყველაფერში გეთანხმებიო, მაგრამ დღესაც რატო არ გამოდიან ესენი და მინდა მიმართო სააგენტოს და მათ შორის ბავშვთა სახლის დირექტორებს ეუბნებიან თქვენ თუ რამეს ლაპარაკობთო ეს ბავშვთა სახლი დაიხურება და ქუჩაში გაყრითო ამას ეუბნება დუშეთის დირექტორი მარტყოფის დირექტორი და კოჯრის ბავშვთა სახლის დირექტორი და განსაკუთრებით მინდა ყურადღება გამამახვილო ეხლანდელ ამბავს და მინდა ყურადღება დაუთმოთ ძალიან გთხოვთ კი აბა რა კოჯრის ბავშვთა სახლში მოხდა რამოდენიმე დღის უკან ძალიან კატასტროფა ბავშვები აღიარებენ სექსუალურ ძალადობას იქაური მომუშავე რომელიც ეს ბავშვები განარი ეს დირექტორი და თანამშრომლები ყველა მოიხსნა და იქ ჩავიდა ჩვილბავშვთა სახლის დირექტორი და მათ შორის მონიტორინგის სამსახური სექსუალური ძალადობა და ვისი მხრიდან თან ის კოჯრის ბავშვთა სახლის თანამშრომლებმა კაცმა ბენეფიციარზე ხო ესენი ყველა ჩავიდნენ სიტუაცია გამოასწორეს და როგორ გამოასწორეთ რანაირად შეიძლება ეს გამოასწოროთ რა ასაკის ბავშვია გარიდეს ესენი 18 წლამდე არიან ბავშვი მსხვერპლი რამდენი წლისაა? მსხვერპლი 18 წლისაა. და შეიძლება უფრო ნაკლებიც ორი ბენეფიციარი ყვება ამას ყველაფერს. და ესენი ყველაფერი დააწყვეს და ეს დირექტორი ისევ დააბრუნეს ესენ დღესაც მოქმედი ერთი კვირა რაც სააგენტომ ეს დააბრუნა დირექტორად. 5 თვე დაიკეტებაო. 5 თვე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის. მოძალადე არ დაიჭირეს? არა. რატო? არ დაიჭერეს. გამოძიება მიდისო. მე მინდა მოგიწოდო ყველას, მათ შორის განსაკუთრებით ნინოწმინდის ბავშვებს, პატარები არიან მით უმეტეს, მათ შორის დუშეთის, მარტყოფის გამოდით, ილაპარაკეთ, არავინ თქვენ დაწესებულებას არ დახურავს, ამით გაშინებენ თქვენ და თქვით და ყველაფერს, რასაც ეს ბავშვები ლაპარაკობენ, დამერწმუნე, ყველაფერი ეს არის მართალი და ვინ რა სიტყვის ახლა ეკლესიას ამოფარებული ზოგიერთები, ყველაფერი დამიჯერე. გურთმრავლად ყველაფერი ესენი არის მართალი და გამოდით. დრო გაქვთ თქვენ ბევრ ბავშვების სიცოცხლეს გადაარჩენთ. მერწმუნდეთ, მე ძალიან ბევრი და ამიტომ გამოდით, არ შეგეშინდეთ. ვალერი ჩიტაია, კაცი რომელიც გადარჩა. ალექსანდრე, საქართველოს თითქმის ყველა ბავშვთა სახლშია ნამყოფი. ყველაზე დიდი კოშმარი, წყნეთი და ქუთაისი იყო. ალექსანდრე, ახლა ძალიან ხშირად მესმის იმ რეჟიმის წარმომადგენლებისგან, ვინც ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებულ კატასტროფას იცავენ. რომ ბავშვები აზვიადებენ, ბავშვები იგონებენ და ეს ყველაფერი არის ტყუილი და ბავშვური ფანტაზიის ნაყოფი. თუნდაც ერთი დასჯილი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ხმა, ჩემი აზრით, გადაწონის მთელ სამყაროს. შენ ყველა კოშმარი გაქვს გამოცდილი ბავშვთა სახლის. გამოიარე სრული ჯოჯოხეთი და გადარჩი და ცოცხალი ხარ, მაგრამ ის რომ ცოცხალი ხარ, ესეც კი სასწაულია, იმიტომ რომ ადამიანის ვერც ფსიქიკა და ვერც ორგანიზმი ამას ვერ გაუძლებდა. მით უფრო ბავშვის. რას იხსენებ ყველაზე მძიმედ? მახსოვს ამ ხსნელისგან ეგრეთ წოდებული ბასანოშკების ცემა მთლიან ზურგში. ბასანოშკების ცემა რას ნიშნავს? ფეხსაც მიცემა, მოდი ასე და მთელი ზურგი მქონდა დასერილი და ეს ის პერიოდია, როცა ხერხემლის გამრუდება მაქვს. და ამ ხერხემლის გამრუდება მიმიყვანა და ამ ცემამ იმ ეტაპზე მიმიყვანა, რომ ვეღარაფერს ვერ ვაკეთებდი ელემენტარული
დგომაც კი მიჭირდა. კონცენტრაციას ვერაფერს არ რამდენი წლის იყავი მაშინ? მაშინ ვიყავი 9 წლის. მიზეზი ჭირდებოდა? მიზეზი არ ჭირდებოდა. მიზეზი არ აი რის გამო იყო ეს შეიძლება სულ რო აი პატარა კალამი დაგვარდნოდა, მაგაზეც კი ანუ ესენი აი ადრენალინს იღებდნენ თითქოს მე მაგნაირის თაბაჭრება მქონდა, იმიტომ რა უნდა დააშოვოს ბავშვმა ისეთი რომ მთელი სიმწვრით სცემო ადამიანი. არავინ არ იყო სხვა აღმზრდელებიდან, ვინც დაგიცავდათ? მე თვითონ ძალიან პროტესტანტი ბავშვი ვიყავი, იმიტომ ვხედავდი რომ სხვებთანაც ეგრე იყო და ამაზე ამოვიღე ხმა. მივედი ზრუნვის სააგენტოში, რომ ასე და ასე მეკცეოდნენ. ბებია ჩემ მაშინ მეურვე იყო, ბებია ჩემიც კარგად მეხმარებოდა ამ ყველაფერში, მაგრამ ერთ-ერთი ზრუნვის წარმომადგენელი, ზრუნვის სისტემის წარმომადგენელი მეუბნება ესეთ რაღაცას. ან ეს ყველაფერი უნდა გადაიყო, ან ხმა უნდა ჩაიწო. და როგორ წარმოგიდგენიათ ბავშვს, რომელსაც ცემენ, ან თუნდაც ეჭხუბები, ან თუნდაც უყბირიან, ფსიქოლოგიურ ძალადობაში ამ ყოფებენ ყოველდღე. ეს ანუ იმ მომენტში უნდა გადაიყოს ეს ყველაფერი. ეს ყოველდღე შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ტელეფონი თუ დაუშვათ გვეჭირა გვართმევდნენ. მე მევალებოდა ჩემი ძმების ზრუნველა და ადამიანი რომელსაც მე თვითონ ვსწავლობდი, მე თვითონ მჭირდებოდა სწავლა-განათლების მიღება, მე თვითონ მჭირდებოდა ძილი, არც არაფერი, ჩემ ძმებზე ვიყავი მე და ჩემი ძმებიც არ მეყოფოდა და ვინც იყო იქ პატარა ბავშვი, კიდე ალექსანდრე იყო ამ ყველაფერში. და ეს ყველაფერი რო გავაპროტესტე, მეთქი მე რატო, როცა ამგზელი მყავს, ხო? ამგზელი ზის თავის ოთახში ჟურნალებს კითხულობს. საჭმელსაც კი არანაწილებდნენ ისე როგორც უბრალოდ რითი იკვებებოდით? გააჩნია ამგზელის ხასიათს. თუ დაუშვათ ამგზელი კარგ ხასიათზე იყო, კარგად გაჭმევდნენ. თუ დაუშვათ ამგზელი ცუდ ხასიათზე იყო, ცუდად გაჭმევდნენ. დღესაც გაქვს დაზიანებები? კი, დღესაც გაქვს ჯანმრთელობის პრობლემები. გამომდინარე, დღეს ელემენტარული მძიმე სამუშაოებზე ვარ მუშაობ. იმიტომ რომ არ შეიძლება 2 კილოს აწევაც კი არ შეიძლება ჩემთვის. ელემენტარული სახში პომიდორი ავიტანო 1 კილო, ხო? ისიც კი არ შეიძლება ჩემთვის. ბავშვების მხრიდანაც იყავი ბულინგის და ძალადობის. იმიტომ რომ ზოგი ბავშვი კარგად იყო ამგზელთან, იმიტომ იმ ამგზელს დამორჩილებული ყავდა და მე როცა უკვე ძალიან ვაპროტესტებდი ამ ყველაფერს, უკვე ბავშვებიდანაც წამოვიდა. კონკრეტული ფაქტები შეგიძლია გაიხსენო, რა იყო? ფიზიკური ზეწოლაც კი იყო, კბილი მაქვს გაწეული, იმიტომ მუშტი მომხდა. ხო, ეს ხშირად ხდებოდა? კი, ეს ხშირად ხდება, თავში რტყმები, სულ უმიზეზო. შეიძლება გითხო, თვითმკვლელობის მცდელობა გქონდა შარშან. მიზეზი? მიზეზი ჩამთელობიდან გამომდინარე, ვერ მუშაობ, სახლში ზიხარ. მეგობრებთანაც კი მოსაწყენი ერთ და იგივე თემაზე საუბარი და უკვე თავს ცოტა ვეღარ გქცევ კომფორტულად, იმიტომ რომ ყოველდღე ურეკავ დაუშვათ ერთ და იგივე მეგობარს და ეუბნებიო ცუდად ვარ. იცით როგორ მომენტია, როცა იგებენ რომ ბავშვთა სახლის ბავშვი ვარ, ხო? რაღაც დისტანციას იჭერენ, იმიტომ რომ საზოგადოებაში გვაქვს ეს იალიკი ჩამოკიდებული, თუ დაუშვათ ბავშვთა სახლის ბავშვი ხარ, ესე იგი მომავალი ქურდი ხარ, მომავალი მკვლელი ხარ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ბავშვი რომელიც გამოდის 18 წელს სასახლში ზრუნვის სისტემიდან, სახელმწიფო აღარ ზრუნავს მას. სად წახვედი, რა გააკეთე? ერთი კვირით ადრე, სანამ გავიდა დედა ჩემო დამირეკა, რომ გამოდია. მე იმ შემთხვევაში გამიმართლა. მაგრამ ძალიან ბევრი ბავშვი, რომელსაც არ ყავს მშობლები და უბრალოდ ისე არის უპატრონოდ, ბევრი მინახია ქუჩაში. დღემდე წუნდა. რატომ იყავი ბავშვთა სახლში? იმიტომ რომ მამა იყო მოძალადე, დედა სახლიდან გააგდო, წელიწად ნახევარს რაღაც ქუჩაშიც კი ვიყავი და რამდენი წლის იყავი ქუჩაში რო იყავი? 5 წლის ასაკში. 5 წლის ბავშვი ქუჩაში იყავი და საცხოვრობდი, რას აკეთებდი? ღამე სადათევდი? ვათევდით მეგობართან ერთად, იქაური ბიჭები გავიცანით და ამ ბიჭებთან ერთად ცხოვრობდით, პატარა ქოხი გქონდა, ჩვენ საშუალო შევავლობდით და ერთმანეთში ვინაწილებდით. მოწყალების თხოვნით? კი, მოწყალების თხოვნით, მაგრამ ფატალური შედეგებიც კი იყო იქ ქუჩაში და ფატალური რას გულისხმობ? სექსუალური ძალადობის მცდელობა. შენს მიმართ? ჩემს მიმართ მცდელობა იყო, მაგრამ უფრო ჩემს მეგობარზე იცავ. და სამწუხაროდ ეს ადამიანი დღეს ცოცხალი არა. ბოდიში. ბავშვთა სახლში როგორ მოხვდი? ბავშვთა სახლში მიმიყვანა ბებიამ. ანუ მე სახლში დაბრუნდი? კი, ერთი დღე დაემთხვა ზუსტად სახლში რო ვიყავი და გაკრას ბებია ჩემი ჩამოვიდა, იმიტომ ბებია ჩემი იცოდა შვილიშვილები ყავდა, მაგრამ არ იცოდა რანაირად გამოვიყურებთ, როგორ გამოვიყურებთ, იმიტომ რომ მამა ჩემი ჩემზე ცნობას ვაფშე არ აცოდა, უბრალოდ ფოტოები. და სხვა ბებია ჩემს დაინტერესდა ამ ყველაფრით, რა ხდება და ჩამოვიდა და
ზუსტად ის აბედისწეო ჩამოსვა იყო, ალბათ ბებიაჩემი ვარ ჩამოსულიყო, დღეს არ ვიცი, სად ვიქნებოდი და როგორ ვიქნებოდი. ანუ რეალურად ბავშვთა სახლში მოხვედრა იყო გადარჩენა და იქ კიდევ უარეს კოშმარში აღმოჩნდი. როგორ მოხდა, რომ თითქმის ყველა ბავშვთა სახლი გაქვს მოვლილი? ანუ რატო გადაყავდი ერთიდან მეორეში? წყნეთში მე ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ ფიზიკური ძალადობები იყო ძალიან ხშირი. ბებიაჩემმა ის გააპროტესტა და უბრალოდ გადამიყვანა SOS-ში. ქუთაისის SOS ბავშვთა სახლში. იქ მე ძალადობა იყო. ქუთაისის SOS ბავშვთა სახლში ზუსტად ის ფეხსაცმლის ამბავია და უბრალოდ ბებიაჩემმა რომ უკვე ფსიქიკა მთლიანად შერყეული მქონდა, იმიტომ ერთი კვირა ფსიქიატრიაში გამომკეტეს, რომ აი საერთოდ ვეღარ ვაზრობდი, რას ვაკეთებდი, აღარ ვიცოდი, ვერც სწავლას ვაკეთებდი, კონცენტრირებას და უბრალოდ განადგურებული ვიყავი მთლიანად და ბებიაჩემს ერთადერთი გამოსავალი ჰქონდა, რომ ბოლოს წავიყვანე რუმინეთში. რამდენი წლის იყავი ფსიქიატრიაში რომ? 10 წლის. გახსოვს? ძალიან გავრცელებული გამოთქმა, რატომ ამბობენ ახლა და არ თქვეს მაშინ, როცა ძალადობა მოხდა იმ დღეს მეორე დღეს. ოღონდ ძალიან ბრაზდები ხოლმე, როცა მსხვერპლს ამას ეკითხებიან, იმიტომ რომ როცა მსხვერპლის მდგომარეობაში ხარ, იმ მომენტში იმდენად დაშინებული ხარ, იმდენად ცხოვრობ ამ აი ძალადობის შიშით, რომ უბრალოდ ხმის ამოღება არ შეგიძლია, იმიტომ რომ გეშინია უფრო მეტად დაისჯებენ. მე ყოველთვის ვლაპარაკობდი ამაზე, რუმინეთის სააგენტოში ყოველთვიური პროტესტი მქონდა. ხო, მაგრამ სასტიკად ისჯებოდი ამის გამო. კი, მე მიღირდა ამათ, სანამ მე ცოცხალი ვარ, დაპირებული ვიყავი ჩემი თავისთვის, რომ მე ამ ყველაფერს ვიტყვი. უბრალოდ საზოგადოება მე მაგალითად ძალიან ხშირად რატომ აკრიტიკებს, რომ აი ტელევიზიაში ხან ყველაფერს ატოყვები. 15 წლის ბავშვთან, 14 წლის ბავშვთან ცოტა შიშის ფაქტორია ხა მე ხა მართა ტელევიზიით ძალიან ვერ ვილაპარაკებდი ალბათ, მაინც ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს ძალიან ზედმეტი შიში იყო. ეს უკვე ეხა მე მაგალითად ამ გადაცემის მერე ზუმის აგენტომ ვერ მომაკითხავს და ვერ მეტყვის, რომ შენ ეს რატო თქვი. მაშინ შეიძლებოდა უარესი სასჯელი ყოფილიყო ამ ყველაფერს. ეხა არ მაინტერესებს, მაგრამ ეხა მე ამ ყველაფერს ატოყვები, იმიტომ დღესაც შეიძლება იყოს ის ბავშვი, ვიღაცა ბავშვი, ამ ყველაფრის მომწრე. დღესაც შეიძლება ცემენ ბავშვს, დღესაც შეიძლება ბავშვს არ აჭმევენ და დღესაც შეიძლება ბავშვი ბულინგშია და რატო უბრალოდ როცა შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე და ელემენტარული მოტივაცია უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის, თუნდაც ჩემი ან ვიღაცა სხვის, ვინც ლაპარაკობს ამ ყველაფერზე, რომ იმ მესამე და მეოთხე მოცი ლაპარაკობს. ამ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს არ უნდა იყოს დაბანული თემა, იმიტომ რომ ეს სისტემა როგორც ასეთი უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალიან ბოდში შემოსვედი თავზე აიშვა. იმიტომ არავინ არ უწევს სერიოზულ მონიტორინგს. რატომ უნდა მუშაობდეს ეს სამხდელი დღემდე, რომელიც ბავშვს სემდა, ბავშვს აპულინგებდა? მუშაობს ეს სამხდელი დღემდე? დღესაც მუშაობს. იქ არის იმ ბავშვთა სახლში? კი, ისევ იქ მუშაობს. და რატო? იმიტომ მონიტორინგი არ ხორცება, შეერჩათ ეს ყველაფერი. ალექსანდრე, ახლა ხარ 22 წლის. როგორ ცხოვრობ ახლა? ამიტომ სამუშაოარი ვარ. გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ შრომა არ შეგიძლია. შრომა არ შემიძლია, დეპრესიიდან ბოლომდე გამოსული არ ვარ და ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს ჩემზე, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ ჩემი რაღაცა ადგილი და რაღაცა მაინც ვქნა, იმიტომ მაქვს ჩემი პლატფორმა TikTok-ზე, ვიღებ ვიდეოებს, სახალისო ვიდეოებს და თავს ვირთობ, ასე ვთქვათ და ვცდილობ რაღაცა ჩემი კვალი დავტოვო, რითაც შემეძლება თუნდაც იმ მეორე ადამიანის გამხიარულება დაუშვათ, ხო? და ალბათ ჩემთვის ესაა მისია, იმიტომ მე სუიციდის მცდელობა მქონდა, მაგრამ რო გადავრჩი, ხო, მაშინ მივხვდი, რომ ეს არის ჩემი მისია, მე უნდა ვილაპარაკო, მე უნდა გავხსნო ადამიანს, მე უნდა მივცე ადამიანს ვიღაცას მოტივაცია, რომ ეს ყველაფერი ვქნა. ხო და ამიტომ მინდა გთხოვო, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით ნინოწმინდის ბავშვთა სახლში გვიყურებენ თუ არა ბავშვები, შეიძლება გვიყურებდნენ როგორ გონია? რას ეტყოდი მათ? როგორ შეიძლება რომ აქედან მათნაირმა ამ კოშმარს უკვე თავდაღწეულმა ადამიანმა ხმა მიაწვდინოს? ბავშვებო, არ ვიცი მიყურებთ თუ არა, მაგრამ მაინც ძალიან მინდა რომ იმედი მქონდეს რომ მიყურებთ. ოდესღაც ეს კოშმარი დასრულდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი კარგად დასრულდება. უბრალოდ ცოტა გამძლეობა უნდა გქონდეს და არ შეგეშინდეთ არაფრის, იმიტომ რომ ღმერთი დიდია, ყველას გასცემს თავის სასჯელს და ყველას თავის პასუხს ეტყვის. უბრალოდ გაძლიერდით, 13 წელი ვითმენდი ამ ყველაფერს, მაგრამ დღეს ვზივარ თქვენს წინ და თქვენ გიყვებით ამ ამბავს.
მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მქონდა მომავლის იმედი. თავარია, რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ და ერთმანეთს გავუგოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ჩვენ თუ ვერ გავუგეთ ბავშვებო ერთმანეთს, ხო ვერავინ ვერ გაგვიგებს. უბრალოდ გამაგრდით. მე მაგალითად ჩემი თავი პირველ რიგში გეუბნებით, რომ თქვენს გვერდში ვარ ყველანაირად. რითაც შემეძლება, არ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა და მინდა მჯეროდეს, რომ დამნაშავეები წარსულშიც და წმყოშიც აუცილებლად დაისჯებიან. ამისთვის სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გარდა ბავშვების განთავისუფლებისა ამ კატორღიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავეებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი და არ დარჩენ ისევ იმ სისტემაში. ეს არის მთავარი, რომ აი ეს ძალადობრივი ჯაჭვი ადრე თუ გვიან კი არა, ახლავე გაწყდეს და დაამთავრდეს აი ეს საშინელება. მადლობა მინდა გითხრა გამბედაობისთვის, მხნეობისთვის და იმისთვის, რომ სულ იბრძოდი, იმიტომ რომ ახლაც არ არის ამ ყველაფრის მოყოლა აიოლი, იმიტომ რომ შენ უნდა დაბრუნდე იმ საზოგადოებაში, სადაც ყოფილი ბავშვთა სახლის აღსაზრდელი არის კლიშე და დამღა და მადლობა ბრძოლისთვის. მადლობა თქვენ რომ მომიცით სიტყვის თქმის საშუალებით. გაიხარ. აზა მარტყოფის ბავშვთა სახლიდან. ყველაზე მძიმე თქვენს მოგონებებში არის კატასტროფული შიმშილი. დილით რო თენდებოდა, დილით ადრე ვდგებოდი და მივდიოდი ვიღაცას რომ მიმეხმარა რომ რაღაცა მეჭამა, იმიტომ რომ წყალ-წყალა ფაფა ხდებოდა. გარშემო მოსახლეობას ეხმარებოდით აზა? კი. რას აკეთებდით? რა სამუშაო გიწერთ? წყალს მოვუტანდი ხოლმე წყაროდან ბიტონებით, მერე გავმარკლიდი ბოსტანს და მერე ხან რას უკეთებდი, ხან რას რომ რაღაცა მეჭამა. და ამის სანაცვლოდ გაჭმევდნენ? ხან გვაჭმევდნენ, ხან ფურს გვიხდიდნენ კიდევაც. რამდენი წლის იყავით ასე რომ ქირაობდნენ? მაშინ ვიყავი 15-14 წლის. და სანამ მუშაობას შეძლებდით, მანამდე რას აკეთებდით? რითი იკვებებოდით? ან როგორ იკვებებოდით? მანამდე არაფრის, პურს ვინახავდი, ხან ჯიბეში, ხან ბალიშის ქვეშ. და მართალია, რომ უფროსი აღსაზრდელები გართმევდნენ მერე იმ ფულს? კი, დაჟე ერთი ბიჭი იყო, რომ ღობიდან გადმომაგდო, იმის გამო, რომ ფული არ მივეცი. ამას ვინმე ხედავდა? ყველანაირად დირექტორი იცავდა მაგ ადამიანებს. და სხვა აღზრდელები როგორ გექცეოდნენ? სხვა აღზრდელები ისე რა, ხან თუ რამეს გაუკეთებდით, კარგი ვიყავით, თუ არა და გცემდნენ. სიმართლეს რო ვიტყოდი ხოლმე და მომხვდებოდა ორჯერმე სიმართლე ვთქვი, კომისია მოვიწვიე კიდევაც მარტყოფში. სიმართლე რაში მდგომარეობდა? რაში და შიმშილში, ცემაში, რო გცემდნენ. ხან დასჯილი ვიყავით, არ გვაჭმევდნენ. მე ავრეკე ვიჩივლე. ვისთან იჩი? მეზობლებში, სახლებში ვისთანაც მივიდოდი, ვიტყოდი ხოლმე, რომ აი ესე სუპს ვითომ გავკეთებენ, წყალია, მეთქი სუპი არ არის, არ გვაჭმევენ მეთქი და მე ის მეზობლები უკეცხვებთან ხო ლაპარაკობდნენ და მოვიდნენ კაკრას იმის დღე იყო, როგორ მახსოვს და დაგვაყენეს კედელთან. აბაო ვინ ილაპარაკაო და ვინ იჩივლაო, რომ ჩვენ საჭმეს არ გაჭმეთო. არავინ ხმარა მოიყო, მე გამოვიდი და ვთქვი, მე ვიჩივლე იმის გამო, რომ შიოდა. მერე? და მე ლალი კომისია რო წავიდა, ლალი მწყეპლა იყო და ცევა. მეორე დღეს გამოვიყარე. და სად წახვედით მერე? მე ქუჩაში ვიყავი. რამდენი ხან? 3-4 დღე ქუჩაში ვიყავი. ხანკიბის ქვეშ ვიძინებდი, მშიერი ვიყავი, ტუფლი არ მეცვა, მაშინ მახსოვს. ბავშვთა სახლში როგორ აღმოჩნდით, ვინ ჩაგაბარათ? ბავშვთა სახლში აღმოჩნდით ჯერ თეთრი წყაროში. ხო. თეთრი წყაროდან 9 კლასში რომ დავამთავრე, გადმოგვიყვანეს მარტყოფში. და მარტყოფში რომ მოხვდით 3 წელი მანდ ვიყავი და მაგიდან მერე გამოვიყარე. მშობლებმა ჩაგაბარეს ბავშვთა სახლში? მშობლებმა ჩამაბარეს ბავშვთა სახლში. გახსოვთ მშობლები? არავინ არ მახსოვს. მართალია აზა რომ აი იქ მარტყოფის ბავშვთა სახლში იყო ერთი მოძალადე ბავშვი, რომელიც აღმზრდელების მფარველობით სარგებლობდა და ეს ბავშვი სექსუალურად ძალადობდა სხვებს. კი ბატონო, კი. მაგის გამო ერთ გოგოს ჩვენ თვალწინ სცემა, იმის გამო რომ უნდა ეძალადა. ამ გოგომ უარი განაცხადა და მაგის გამო სცემა. ძალიან ისე სცემა რომ
მთელი ლოყა ქონდა გალურჯებული. რა ასაკის ბავშვებზეა ლაპარაკი? მოძალადე რამდენი წლის იყო და? დიდი იყო ჩვენზე. მართალია რომ ღამე გვიან შედიოდით დასაძინებლად? გვიან შევდიოდი იმის გამო რომ მეშინოდა რომ ვინმეს ხელი არ დაევლო. გასაგებია. აღმზრდელმა აითვალწუნა. ბავშვებს აიძულებდა ერთმანეთი ეცემათ. ასე გვერჩივნა, იხსენებს ახლა. თუმცა თუ ერთმანეთს სუბუქად დავარტყავდით, მაშინ აღმზრდელის მხრიდან ბევრად უფრო სასტიკი ძალადობის მსხვერპლი ხდებოდით. მასწავლებელი ბავშვებს წრეში აყენებდა და დასჯილ პატარას ყველა მათგანი აფურთხებდა. ეს იძულებით ხდებოდა. თვიდან თვემდე დალურჯებულები ვიყავით. გოგონა სოს ბავშვთა სოფლიდან. აღმზრდელმა აითვალწუნა. ბავშვებს აიძულებდა ერთმანეთი ეცემათ. ასე გვერჩივნა, იხსენებს ახლა. თუმცა თუ ერთმანეთს სუბუქად დავარტყავდით, მაშინ აღმზრდელის მხრიდან ბევრად უფრო სასტიკი ძალადობის მსხვერპლი ხდებოდით. მასწავლებელი ბავშვებს წრეში აყენებდა და დასჯილ პატარას ყველა მათგანი აფურთხებდა. ეს იძულებით ხდებოდა. თვიდან თვემდე დალურჯებულები ვიყავით. გოგონა სოს ბავშვთა სოფლიდან. ცემის ფაქტით დავიწყოთ. რამდენად მართალია ის ფაქტი, რომ ბავშვებს გაიძულებდნენ ერთმანეთი გეცემათ? კი ბატონო, მე და ჩემ დებს გაიძულებდნენ რომ ერთმანეთი გვეცემა იმ შემთხვევაში, როდესაც ჩემი დები ეგრეთ წოდებულ დედას, აღზრდელს გააბრაზებდნენ, თუნდაც მე რა, მათ რო დაერტყათ ჩემთვის და უკეთესი ვარიანტი, იმიტომ რომ მე ისე გამატებით არ დავარტყავდი, როგორც ის გვირტყავდა, ანუ უზომოდ. უზომოდ დარტყმა ნიშნავს სილურჯებამდე მისვლას და ეს ძირითადად იყო ტანზე, ანუ ჩუსტით, ადიელების საბერტყით, დიდი ჯოხი როა, ანუ იმით დედებს ყავდათ გამორჩეული ბავშვები და იმ აღმზრდელებს, ჩვენ დედებს ვეძახდით, ხო და ანუ დედებს ყავდათ ესე გამორჩეული ბავშვები და მათ ჰქონდათ ჩვენი ცემის უფლება, ჩვენზე ძალადობის უფლება. ანუ ეს იქნებოდა ფსიქოლოგიური, ფსიქიკური, ფიზიკური და სექსუალურიც. რას ნიშნავს ეს ენადამება ვერ ვაყალიბებ? კი ბატონო, ახლა გეტყვით. ძალიან ადრე ვისაუბრე ჩემ ფსიქოლოგთან და მიჭირდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ვარ მე. რა ასაკისი? გეტყვით ახლა. არ ჩანხართ და ამიტომ შეგიძლიათ თამამად ვისაუბროთ, ხო? რა რამეტი რა ცოტა ხანი გავჩვენე. ესე იგი, მე ვიყავი დაახლოებით 11 წლის. და ის ჩვენზე რამოდენიმე წლით, ჩემზე რამოდენიმე წლით დიდი იყო. თავიდან, როდესაც მცდელობა იყო, ანუ მე რაღაც ვტიროდი და ოთახში შემოვიდა ერთ-ერთი ძიძა. ანუ ამას არ მოყვარა ნაირი რეაგირება შემდეგში რა, ანუ რა ასაკის ბიჭზეა ლაპარაკი? ალბათ ის იქნებოდა 15-16 წლის. და ეს ფავორიტი ბავშვი იყო? ნუ ეს ფავორიტი ერთ-ერთი. ანუ იმ ძიძამ მკითხა, მე მოვყევი და ანუ მოკლედ არც ფსიქოლოგი, არც დირექტორი, საერთოდ არავინ, ანუ რაღაც ეს ამბავი ძალიან თითქოს არ მომხდარა. ანუ ალბათ ამან მისცა ამ ბავშვს იმის ნება, რადგან დაუსჯელობის ის ჰქონდა სინდრომე, ანუ მე უკვე იყო სექსუალური ძალადობა, ანუ დეტალებს არ მოვყვები. არა, არც არის საჭირო. ხო, მაგრამ უკვე იყო რამდენჯერმე. სანამ ეს ბავშვი არ წავიდა ჩვენი ორგანიზაციიდან. და მაპატიეთ რა ურთულეს თემას ვეხებით ამ ბავშვებზეა საუბარი. სად არ გითქვამთ, ანუ არავისთვის მიგიწვენიათ ამბავი. ეხლა იცით როგორ არის, ჩვენ ვართ დაუცველები. იქ ძალიან კარგად ხვდები, რომ შენ რაც არ უნდა თქვა, არავინ არ გიჯერებს, ხარ დაუცველი და თუ იტყვი და ჩვენ ერთხელ ვთქვით და მიხვალ სახლში და თუ გცემდა 10-15 წუთი, ანუ 1 საათი არ გწდება ცემა, ანუ უფრო მეტად დაისჯები. არავინ არ გიჯერებს იქ, შენი არავის არ ჯერა. აი როგორ საუბრობდნენ, ანუ ეს
აღზრდელები როგორ არჩიეს დედები ძალიან დიდი ტრენინგებით და მე შენ უფრო დაგიჯერებენ თუ მე ანუ ეს სექსუალური ძალადობა ხდებოდა თქვენ ვერ ამბობდით და გრძელდებოდა მანამ სანამ ბიჭმა არ დატოვა ბავშვთა სახლი ორგანიზაცია კი უბრალოდ რა ანუ ხშირი სახე არ ქონია მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ერთხელაც ეს იმხელა სტრესია ცდილობაც ეს იმხელა სტრესია რომ ძალიან ძნელია ანუ თითქმის აქედან ვერ გამოდიხარ რა ამ ტრავმას როგორ დააღწიეთ თავიანთ დააღწიეთ კი მე მაგალითად იმისთვის რომ საჭირო ყოფილიყავი იმიტომ რომ იქ გრძნობ რომ საჭირო ადამიანი არ ხარ მაგას გეუბნებიან რა დიდი ბოზი გამოხვიდე შენ რა უნდა შეძლო ანუ იზრდები რომ შენ არაფერს არ წარმოადგენ შენ არაფერი არ შეგიძლია და ანუ შენ ნუ ეხლა ის თემა რომ დედა მიგაგდო და მე ამხელა 8 წელი მაქვს და მე გზრდი და სემის გამართლება მე იმიტომ გირტყავ რომ შენ კარგი გაიზარდო რა ჩვენ მე ჩემდებს და კიდევ ერთ ბიჭს რომელიც ახლა აფხაზეთშია წარმოიდგინეთ რა სიტუაცია იყო ბიჭმა დანაღმული ველი გაიარა და გაიქცა აფხაზეთში რო გადასულიყო დანაღმული ანუ წარმოიდგინეთ რას გაურბიხარ რო გირჩევნია მოკვდე ვიდრე იქ დაბრუნდე აი წარმოიდგინეთ ოღონდ ეს არ იყო მარტო დედა ეს არ იყო ბავშვები იყვნენ ზოგჯერ დედებზე მეტი აგრესია კი ბატონო აი რას ნიშნავს გავხდე საჭირო ადამიანი და მე შევცვალე დამოკიდებულება რასაც თქვენყვებოდი ხო აი მე გავხდი საჭირო ადამიანი და მე გავაჩინე შვილი ანუ მე გავხდი დედა როდის რა ასაკში უფრო დიდ ასაკში ანუ ეს იყო 20 წლის ასაკში მაგრამ ანუ ამ სტრესიდან მაია ვერ გამოდიხარ ანუ მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მიჭირს რომ უბრალოდ სულ ვიცახი რომ მეტი რაღა უნდა მოხდეს მე ისეთ რაღაცებს გავუძელი რას ვერ უნდა გავუძრო და უფრო მაგრად ვდგავარ ხოლმე მაგრამ სინამდვილეში ისე მეშინია უბრალოდ სახალხოდ ვეღარ ვტირი როგორც მაშინ ბავშვი ვტიროდი უბრალოდ ამას ყველაზე მეტად რისი გეშინოდათ თავიდან მეშინოდა ანუ არ ვიცოდი რა მელოდა ყველა დილად გები და არ იცი დღეს რის გამო შეიძლება გცემონ. ერთხელ იცით ეს იყო ძალიან საშინელი ფიზიკურზე მეტი. ჩემი მშობელი დედა ვერ ახერხებდა ჩემთან ჩამოსვლას. გარკვეული მიზეზების გამო. ჩამოგვიყვანდნენ, მოგვაყოლებდნენ როგორ ცხოვრობდით დედასთან. რაღაც სიმღერა იცოდა დედამ რა და იმას გვიმღეროდა ადრე ბავშვობაში და გვამღერებდნენ ხოლმე ამ სიმღერას და იცინოდნენ რა. ანუ დაგვცინოდნენ. ანუ ეს ხა შეიძლება დღეს ხვდები ამას რას დავარქვა. მაშინ შეიძლება ანუ პატარები მე იმ ორგანიზაციიდან წამოვედით 15 წლის ეს ყოფილი ხდებოდა მე რომ მივედი 7-8 წლის ვიყავით. ამ პერიოდში ეს ხდებოდა როგორ სისტემატიურად ანუ სპექტაკლს აწყობდნენ და მე დაგცინო. ხო, აი ზუსტად აი გვამღერეს, მე გითხრა რომ დედა შენმა მიგატოვა და ბოზია და გააჩინა ბავშვები და დაყარა და მე მაზრდევინებს და ხო და მაგის გამოტირით თან ითხოვდა სიყვარულს გესმის? თან ხო გცემდა, თან ესე თან უნდა და რომ ყვარებოდა რა და თუ არ ეტყოდი მიყვარხარს იმ ხელა წერილებს უწერდით დაბადების დღეზე სიყვარულს და არ დაუწერდი და მოგხვდებოდა. იცით რა მითხარით? რას ნიშნავს ღამე არ გვაძინებდა? აი დაждის მეთოდი იყო ესეთი, დაუშვათ 8-9 საათზე 10-ზე ხო ვიძინებდით და ჩვენ საწოლთან ვიდექით, ვინც იყო დაждილი ფეხზე იდექი. ფეხზე. კარატეზე მიყუდებულს დამძი, აი მივყუდებულ ვარ და ისე აი თავით და დაგძინებია და ოთახში თვეობით ჩაკეტო. ოთახში თვეობით ჩაკეტო, ანუ ერთი მაგი დაიდგა, ზუსტად ესეთი სკამი იყო ცოტა დიდი და 3 დავიჯექით იმ სკამზე, არ ვეტეოდით ხოლმე რა და ერთხელ მე ერთ-ერთი დედა ყავდა სტუმრად და უთხრა იმან რომ ერთი სკამა ის დაუდგიო რა, ანუ ის კი არა რომ რას აკეთებ არა ერთი სკამაინც დაუდგო ხედავ არ ეტევიანო. ანუ სიამოვნებას ღებულობდნენ თქვენი წამებით. ამით ხო, ასე მგონია რომ თავისი ცუდად ვიტყვი ხო, მაგრამ თავისი საწყალი ცხოვრება ჩვენ გვანთხიეს. იცით რა მითხარით, აი ეს შემზარავი ფაქტი, როცა ბავშვებს წრეში აყენებდნენ და დასჯილ ბავშვ შუაში და ყველა აფურთხებდა. ანუ ბავშვი ვიყავი მე. მე ვიყავი პირადად მე ძირთად ყვები იმას რაც მე პირადად გადამხდა. წაიკითხა ჩემი დღიური და ნუ იქ მეწერა რომ ჩვენ არ გვაჭმევს საჭმელს, რომ ჩვენ გვირტყავს ყველაფერზე, გვირტყავს სკოლაში თუ დავისვრებით, გვირტყავს, ანუ მე რტყმევა სწორედ გაიგეთ, ხო, აი ზოგს ანუ
ვიღაცას ტრაქზე წამორთქმა არ ეგონოს ხო ეს არის იქამდე აი რტყმევა სანამ არ იღლება თვითონ სანამ არ მოანთხევს ყველაფერს იქამდე რტყმევა ეს არ არის რაღაც აი ყურის აწევა და მიტუქსვა და ტრაქზე მირტყმა და რა გააკეთა მერე დღიურის წაკითხვა ხო ანუ ეს შევკრიბა ერთ-ერთ სახლში და ბავშვებს უთხრა რომ მე ვიყავი მატყუარა რომ ეს ესე არ იყო და დაიმოწმა თავისი ესე იგი შვილობილები აი ვის გამორჩეულად ყავდა და უთხრას რომ მე რადგან ესე ძალიან ცუდად ვიქცენ შეფურთხებინათ ჩემთვის და შემაფურთხეს მაშინ ბავშვებმა მე და კარგით აპატიეთ აბავდნენ მაია ბავშვებს ხეზე აბავდნენ რა უნდა გააკეთოს ბავშვმა ხეზე რო დააბა და რამდენი ხანი იყვნენ და დაბმულები რამდენი ხანი? რამდენიმე ხანი, ანუ სანამ კარგად არ მოიქცევ, სანამ არ მიხვდები რომ შენ დედა გააბრაზებს, სანამ არ მიხვდებით რა დააშავა. ეს ადამიანი ისევ იქმშაობს. არა, ეს ადამიანი, როცა მას საუბარი დავიწყე, ეს ადამიანი წავიდა ორგანიზაციიდან, დამიბარა. დაესჯით, არ დასჯილა, მაგრამ არა, ვიცი, არ დასჯილა. ჩვენი საუბარი მინდა იმ ეპიზოდით დავასრულოთ, როცა წლების შემდეგ შეგხვდათ ერთ-ერთი მოძალადე ბავშვი. რომელიც სისტემატიურად ძალადობდა თქვენზე და დაგიჩოქათ. ეს მართალია? კი. მის და აღზრდის ურთიერთობაზე უბრალოდ დღეს ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ეს არ იყო ჯანმრთელი ურთიერთობა. როგორ ვერ გავიგე? ანუ ასე კონკრეტულად არ მინდა ეხა საუბარი, მაგრამ ეს არ იყო ჯანსაღი ურთიერთობა და ეს არ იყო ჯანმრთელი დამოკიდებულება ჩემი აღსაზრდელის მიმართ. მოკლედ და ამიტომ ის ბავშვიც იყო ძალადობის მსხვერპლი. ის ბიჭიც იყო ძალადობის მსხვერპლი. ის რომ ჩვენ გვირტყავდა და ის რომ ერთ ბავშვს იქამდე ურტყა სანამ არ ჩაიფსა, ეს ელოდებოდა აღზრდისგან მოწონებას და მას იმიტომ აკეთებდა. აუ ესეთი ხო არ დაბადებულა. ხო. ასეთი გაიზარდა იქ, სადაც იყო. იმიტომ რომ ამას უწონებდა. მე რომ ვივარაუდო შეიძლება რა ურთიერთობა ქონდა აღმზრდელთან? შეიძლება რომ ვივარაუდო. რა თქმა უნდა. ეს იყო 14-15 წლის ბიჭი. და აღზრდელი იყო ქალი. ეს ყველაფერი იყო ჭორის დონეზე, მაინც ანუ პირადად მე არაფერი დამინახავს, მაგრამ ანუ ჭორიც ახლა ჰაერიდან არ მოდის და ეს დიდობაში იყო არა ჯანსაღი ხო, ვერ დავდებ ბრალს, მაგრამ ეს რა გითხრათ ამ ადამიანს? დამიჩოქა, როცა შვილი შემეძინა, მოვიდა, დამიჩოქა და ტიროდა და მე ხვეწებოდა რომ მეპატიებინა და მან თქვა რომ ის გახდა მშობელი და მის შვილს რო ისე მოიქცენ როგორც ის ჩვენ გვექცეოდა ის ვერ აპატიებდა ვერავის აპატიეთ რა თქმა უნდა ვაპატიე იმიტომ ანუ მას ვაპატიე იმიტომ რომ ისიც ძალადობის ხოჭო და მასაც სჭირდებოდა ჯანმრთელი და სწორი ცხოვრებისთვის ჩემი პატიება ანუ კი არ მომიშუშთა ის იარები რა თქმა უნდა როცა გამახსენდება ყოველთვის ხმა მიკანკალებს და ყოველთვის მიჭირს ნაკლებად ვიხსენებ ხოლმე მაგრამ ანუ მას სჭირდებოდა პატიება. რო სწორ კარგი ადამიანად ქცეულიყო. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. რამდენი წელი დაგჭირდათ რომ ეს ყველაფერი ხმა მაღლა გეჩქვათ? 10. 10 წელი. კი 10 წელი. რომ არ შეგშინებოდა. კი 10 წელი დამჭირდა. ჩვენ ცხოვრობთ საკონცენტრაციო ბანაკში. სადაც ბავშვების წამება არის ჩვეულებრივი მოვლენა და ერთი ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ხმა ნიშნავს არაფერს. ამ ბავშვებს ეშინიათ რომ უფრო მძიმე ძალადობის მსხვერპლი გახდებიან. ამიტომ არ იღებს არც ერთი ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ბენეფიციარი დღეს ხმას. როცა დღემდე ხარ ძალადობის მსხვერპლი, როცა გაშიმშილებენ, გცემენ, მუხუდოს მარცვლებზე, მუხლებით გაყენებენ, შეუძლებელია რომ ხმა მაღლა იყვირო. 10 წელი დაჭირდა ჩვენი გადაცემის თითოეულ სტუმარს. საიმისოდ რომ ეთქვა რომ სიკვდილის სიცოცხლის პირას იყო და ალბათ კიდევ ძალიან დიდი დრო იქნება საჭირო საიმისოდ რომ თითოეული მათგანი სრულფასოვან ადამიანურ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ამ დაწესებულებებში როგორც წესი, როგორც დღევანდელმა გადაცემამ აჩვენა, სადისტები მუშაობენ და ეს სადისტები
ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და ჩვენ ივანი ბავშვების ხმაზე აი ასე რეაგირებთ, იმიტომ რომ ასე უფრო კომფორტულად გვგრძნობ თავს. არ გაჩუმდე. ეს ჯაჭვი უნდა გაწყდეს და ეს უნდა დამთავრდეს. მართლად გებადრო, როცა დუმილი დანაშაული. ოთხშაბათო